მოგესალმებით, დღეს ძალიან საინტერესო მასალას უნდა ჩავუყრმოვდეთ. ვისაუბრებთ ზრდასრულებში ADHD-ის, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიობის სინდრომის შესახებ. დროა ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ ძველი სტერეოტიპები და ვნახოთ, თუ როგორ შეუძლია გვიან ასაკში დასმულმა დიაგნოზმა თქვენი ცხოვრება წარმოუდგენლად უკეთესობისკენ შეცვალოს. დავიწყოთ ერთი პროვოკაციული და მოდი ვაღიაროთ ბევრისთვის მტკივნეულად ნაცნობი კითხვით. ადამიანი ზარმაცია თუ ეს უბრალოდ ADHD-ია? მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქმის დაწყების სირთულე მორალური ნაკლი არ სიზარმაცე ნამდვილად არ არის. ხშირად ეს ტვინის სრულიად განსხვავებული ფუნქციონირების შედეგია. და იცით რა, ბევრისთვის ამის გააზრება უდიდესი უბრალოდ უზარმაზარი შვება. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გეგმა ასეთია. რა არის რეალურად ADHD? რა ბიოლოგია იმალება სიზარმაცის მიღმა? როგორ ინიღბება ის ქალებში? რა არის ზრდასრულთა მთავარი სიმპტომები? ასევე განვიხილავთ ADHD-ის ფარულ ძალას და ბოლოს მართვისა და მკურნალობის გზებს. დავიწყოთ პირველი ნაწილით. რა არის რეალურად ADHD? მოდით თავიდანვე კარგად განვასაზღვროთ ამ მდგომარეობის არსი. ოქროს წესი ისაა, რომ ADHD ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის ბავშვობაში იწყება და ზრდასრულობაშიც გრძელდება. თუმცა დაიმახსოვრეთ, ეს არ არის ერთი სტანდარტული ყალიბი ყველასთვის. ის შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ უყურადღებობით, მხოლოდ ჰიპერაქტივობითა და იმპულსურობით, ან სულაც ორივეს კომბინაციით, ანუ ყველასთვის ინდივიდუალურია. გადავიდეთ მეორე ნაწილზე ბიოლოგია სიზარმაცის მიღმა. რა ხდება რეალურად კულისებს მიღმა, რასაც ჩვენ ასე ხშირად შეცდომით სიზარმაცეს ვეძახით? აი, უმნიშვნელოვანესი ფაქტი. შემთხვევათა 70% გენეტიკურია. დიახ, 70. ეს ნათლად ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს ღრმად ბიოლოგიურ მდგომარეობასთან და არა რაღაც პიროვნულ არჩევანთან ან ნებისყოფის ნაკლებობასთან. თუმცა, მარტო გენეტიკა არ არის. გარკვეულმა რისკ ფაქტორებმა შეიძლება შეუწყოს ხელი მის განვითარებას. მაგალითად, დედის ჭარბწონიანობა, ან დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა, დაბალი წონა დაბადებისას, ან თუნდაც ორსულობისას მოწევა. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ADHD-ის ჩამოსაყალიბებლად. ოკეი, ახლა ცოტა უფრო ჩავუღმავდეთ. ტვინში გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი ქიმიური ნივთიერება, დოფამინი და ნორადრენალინი. სწორედ ისინი მართავენ ჩვენს мотивაციას, ფოკუსსა და მეხსიერებას. ADHD ტვინში კი ამ ნივთიერებების დონე, ან მათი ხელმისაწვდომობა უბრალოდ ზედმეტად დაბალია იმისთვის, რომ ტვინმა ისე იფუნქციონიროს, როგორც ჩვეულებრივ მოველით. და აი სად არის მთავარი პრობლემა. დოფამინის ნაკლებობა პირდაპირ ფიზიკურ ტანჯვად აქცევს საქმის დაწყებას. წარმოიდგინეთ, თითქოს მანქანის დაქოქვა გინდათ, მაგრამ ბაკში საწვავით წვეთიც არ არის. ნორადრენალინის სიმცირე კი წარმოუდგენლად რთულს ხდის ფოკუსის შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, დიდი წვალებით საქმეს დაიწყებთ. ნაწილი მესამე, როგორ ინიღბება ADHD ქალებში. მოდით, ვნახოთ როგორია ის დრამატული გენდერული სხვაობა, რაც ამ სინდრომის გამოვლენას ახასიათებს. ბავშვობის სიმპტომების შორის კონტრასტი მართლაც უზარმაზარია. ბიჭები, შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში ხშირად გარეთ ექსტერნალიზებას უკეთებენ სიმპტომებს. არიან ჰიპერაქტიურები, მოუსვენებრები, ხმაურიანები. გოგონები კი პირიქით სიმპტომების ინტერნალიზებას ახდენენ. უბრალოდ სხედან, ფანჯერაში იყურებიან, ფანტაზიორობენ, ან ანვითარებენ საშინელ შფოთვასა და პერფექციონიზმს საკუთარი უყურადღებობის კომპენსირებისთვის. და ყველაზე კრიტიკული მომენტი აქ ეგრეთ წოდებული შენიღბვის ეფექტია. რას ნიშნავს ეს? ჭკვიანი გოგონები ექსპერტულად აკოპირებენ თანატოლების ქცევას. ისინი არ არიან შემაწუხებლები. შედეგად მათი ADHD აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩება მანამ სანამ ზრდასრული ცხოვრების დაუნდობელი მოთხოვნები არ გამოიწვევს სრულ კოლაფსს. და ეს ძირითადად ხდება გვიან 30-დან 40 წლამდე ასაკში. გადავიდით მეოთხე ნაწილზე. ზრდასრულთა მთავარი სიმპტომები და გამოწვევები. რა ხდება, როცა ბავშვობა მთავრდება? სრული პარადოქსია, მაგრამ რეალურად ADHD ტვინს ფოკუსირების უნარი კი არ აქვს დაკარგული, არამედ მას მუდმივად მყისიერი ჯილდოების წყურია. ადამიანს შეიძლება არ შეეძლოს წიგნის 5 წუთით წაკითხვა, მაგრამ გადაეშვას ჰიპერფოკუსში და 10 საათი გადაბმულად ითამაშოს ვიდეო თამაში. რატომ? იმიტომ რომ ეს პროცესი ტვინს დოფამინს უწყვეტად პირდაპირ პორციებით აწვდის. კიდევ ერთი უზარმაზარი ბარიერი, რასაც ზრდასრულები აწყდებიან, არის ეგრეთ წოდებული დროითი სიბრმავე. ეს არის დროის მსვლელობის შეგრძნების უუნარობა. სწორედ ამიტომ შეიძლება ადამიანს გულწრფელად სჯეროდეს, რომ 1 საათში მზად იქნება, როცა რეალურად ამას 5 საათი ჭირდება. მოკლედ, ეს იწვევს ქრონიკულ დაგვიანებებს და დროის მენეჯმენტის სრულ კატასტროფას. ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში, გენდერული სხვაობები ზრდასრულებშიც ძალიან მკვეთრია. მამაკაცები ხშირად ებრძვიან საქმის მუდმივ გადადებას, ანუ პროკრასტინაციას, ასევე იმპულსურობას და ბრაზსაც კი, მაგალითად საცობში მანქანის ტარებისას. ქალები კი აწყდებიან ქრონიკულ შფოთვას, გადაწვას ზედმეტი მცდელობებისგან, ემოციურ კვებას და ძალიან ძლიერ ჰორმონალურ მგრძნობელობას. ნაწილი მეხუთე. ADHD-ის ფარული ძალა და უპირატესობები. დიახ, უპირატესობებიც არსებობს.
დროა ჩვენი ნარატივის სრულიად შევცვალოთ. ზუსტად ის თვისებები, რომლებიც აქამდე სირთულეებს ქმნიდა, ამავდროულად ბადებს უზარმაზარ კრეატიულობას, არახაზოვან აზროვნებას, რისკის მიმართ მაღალ ტოლერანტობას და ქაოსში მუშაობის საოცარ უნარს. ეს ნიშნავს წნეხის ქვეშ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ულევ ენერგიას, როდესაც ადამიანის საქმით გულსხველა დააანთებული. და ეს ბრწყინვალე დაისახება კარიერულ არჩევანშიც. იდეალური პროფესიები ამ ტიპის ტვინისთვის არის: ანტრეპრენორები, გადაუდებელი მედიცინის ექიმები, კრეატორები, იუთუბერები, პროგრამისტები. რატომ? იმიტომ რომ მუდმივი სიახლე და მაღალი რისკი ამ სფეროებში შესანიშნავად კვებავს ტვინის დოპამინის შიმშილს, რაც იმავე ჰიპერფოკუსს, ნამდვილ პროფესიულ სუპერძალად აქცევს. და ბოლოს, მივედით მეექვსე ნაწილამდე, მართვა და მკურნალობა. ანუ, როგორ გამოვიყენოთ ეს სუპერძალა ისე, რომ არ გადავიწვათ. მკურნალობის სტრუქტურა, როგორც ხედავთ, რამდენიმე მიმართულებად იყოფა. სტიმულანტები პირველი რიგის სამედიცინო არჩევანია, რომელიც პირდაპირ ზრდის დოფამინსა და ნორადრენალინს. თუმცა არასტიმულანტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც თანდართული შფოთვა აქვს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სტრუქტურული მხარდაჭერა, კოგნიტურ-ბიჰეივიორული თერაპია, აერობული ვარჯიში, ომეგა-3. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ნერვულ რეგულაციასა და დროის მენეჯმენტს. ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის დასასრულს მინდა დაგტოვოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვით. არის ეს გაფუჭებული ტვინი თუ უბრალოდ განსხვავებული ოპერაციული სისტემა? იქნებ ADHD-ს სულაც არ არის გატეხილი გონება. იქნებ ეს მაღალი წარმადობის მქონე სისტემაა, რომელსაც უბრალოდ განსხვავებული ტიპის საწვავი ჭირდება. იმედი მაქვს, დღეს შეძლით უკეთ დაგენახათ ნეირომრავალფეროვნების ფარული ძალა. განაგრძეთ ამ თემის შესწავლა. ეს ნამდვილად ღირს.